2017 წელს ქართულმა ოცნებამ დიდი ზარზე იმით აღნიშნა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და ქართული ოცნება მაშინ მათი საგარეო პოლიტიკის მთავარ მიღწევად ასაღებდა ვიზა ლიბერალიზაციას. გავიდა წლები და დღეს ჩვენ ვხედავთ პირდაპირ განცხადებებს, რომ ვიზით ივლის ქართველი ხალხი ევროპაში თუ უვიზოთ, ეს არ არის ეგზისტენციალური საკითხი და ეს არის უკვე აღქმული იმათ, რომ რეალურად ახლა ქართული ოცნება აგუებს საზოგადოებას საკუთარ ამომრჩეველს, რომ შესაძლოა შემოდგომაზე საქართველოს შეუჩერონ უვიზო რეჟიმი, რაც იქნება თავიდან ბოლომდე ქართული ოცნების პოლიტიკის დამსახურება, ამაზე საუბრობენ მესამე სექტორში, ვინაიდან ქართული ოცნება არანაირ შემხედრ ნაბიჯებს არ დგამს და დღევანდელი განცხადებები მათი იყო ამის მკაფიო დადასტურება. ახლა ისინი არიან თავიდან ბოლომდე დაკავებული ძალაუფლების გამტკიცებით და ყველაფერს ანადგურებენ მესამე სექტორის შეფასებით, რაც ამ ძალაუფლების გამტკიცებაში უშლის ხელს. ეს არის ქართული საზოგადოება, მისი მიღწევები, დასავლელი პარტნიორები, შესაბამისად ვიზა ლიბერალიზაციაც მათთვის არის პრობლემური გარკვეულწილად და ახლა ამასაც ანადგურებს ქართული ოცნება. რეალურად კი ეს ყველაფერი ხდება რეგიონში იმ ფონზე, როდესაც მაგალითად სომხეთი ვიზა ლიბერალიზაციაზე იწყებს მოლაპარაკებებს ევროკავშირთან, ჩვენ კი ვდგავართ რეალური საფრთხის წინაშე, რომ დავკარგოთ უვიზო რეჟიმი, უკვე დიდი მონაპოვარი, რაც 2017 წელს მოიპოვა ქართველმა ხალხმა და რაც რეალურად აკარგვინებს ქართველ ხალხს უკეთესი ჯანდაცვის მიღების უფლებას, უკეთესი სწავლის მიღების უფლება, განათლების მიღების უფლებას და უკეთესი ცხოვრების უფლებას. ძალიან ბევრი სემინარი იყო, სადაც მონაწილეობდა ძალიან ბევრი პროფესიონალი ექიმი იქნება, მკვლევარი იქნება, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც უპრობლემოდ გადაადგილდებოდნენ ევროპაში, ხომ იმაღლებდნენ თავის კვალიფიკაციას. აქ იყო საუბარი ძალიან ბევრ შესაძლებლობაზე, ასევე ქართული კულტურის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც მიდიოდნენ ევროპაში და წარმოაჩენდნენ ჩვენს ქვეყანას. ეს იყო შესაძლებლობა ძალიან ბევრი ადამიანისთვის, რომ მაგალითად მიიღო შესაბამისი მკურნალობა. აქტიურად ქართული ოცნება თავისი ბინძური პროპაგანდით გვეუბნება, რომ ჩვენ ამ ყველაფერზე უნდა ვთქვათ უარი და როგორც თვითონ შეეხოთ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს აი ეს ვიზების გაუქმება, ზუსტად იგივე მდგომარეობაში აყენებენ ქართველ ხალხს. საერთოდ როგორ ბედავენ რამდენიმე ადამიანი აი ესეთი გადაწყვეტილების მიღებას ქართველი ხალხის სახელით. ხომ საერთოდ ამას როგორ ბედავენ და რატომ ფიქრობენ, რომ ქართული საზოგადოება ამას შეურიგდება. ვიზა ლიბერალიზაციის მოხსნა, როგორც ჩანს, მათ დიდად არ ადარდებთ. მათ მიაჩნიათ, რომ მხოლოდ პრობლემას უქმნის იმ ძალაუფლების უპირობო პატრონებაში, რომელშიც ხელს უშლის ქართველი ხალხი, ევროკავშირი, ის ვალდებულებები, რომელიც მათ აიგეს. პირდაპირ ვამბობ, რომ უბრალოდ ვიზებს ძალიან მინიმალური რაოდენობით გასცემენ. მე იმასაც არ გამოურიცხავ, რომ დაიწყოს დეპორტაცია, იმიტომ რომ თუ ქვეყანა არ მიდის ევროპული სივრცისკენ და არ ღვევს ყველა იმ პირობას, რომელიც ევროკავშირში მიღებულია როგორც ნორმა, საქართველო იქნება ევროპული გეოპოლიტიკური რუქიდან ამოღებული. ამას ქართული ოცნების დამსახურებით მხოლოდ გააკეთებენ და არა ევრობიუროკრატების, ესე ვთქვათ, კაპრიზი. ძალიან დიდი ინტერესი არსებობდა დღეს ქართული ოცნების ლიდერების განცხადებების მიმართ და როგორც მოსალოდნელი იყო დღეს ქართულმა ოცნებამ გააკეთა ასეთი მინიშნებები, რომ ისინი არ აპირებენ არანაირი რეკომენდაციების შესრულებას, იმ პრიორიტეტების შესრულებას, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გაგრძელდეს უვიზო მიმოსვლა, უვიზო რეჟიმი. ეს ყოველწლიურად ევროკომისია ამ ყველაფერს კრიტერიუმებს ამოწმებს, ბუნებრივია, ეს არ არის პირველი შემთხვევა, გასულ წლებშიც ყოველწლიურად ასე ვთქვათ, გადაიხედებოდა ხოლმე კრიტერიუმები, როგორ ასრულებს საქართველო ვიზა ლიბერალიზაციის მოთხოვნებს. წელსაც ასეთი გზავნილი აქვს ევროკომისიას, რომ თუ 31 აგვისტომდე არ შესრულდება ევროკომისიის რეკომენდაციები, ამ შემთხვევაში შესაძლოა გადაიხედოს უვიზო რეჟიმი საქართველოსთან, თუმცა ქართული ოცნება უკან არ იხევს და ამბობენ და მიუთითებენ, რომ ისინი არაფრის შესრულებას არ აპირებენ.